კიდევ ერთხელ გამარჯობათ მეგობრებო, გამოვიდი სახლიდან. დღეს ჩაგიწერთ ვიდეოს უცებ გოგრის ფორმირებაზე. ავიღოთ ჩვენი ბასრი დანა. რა გითხრათ? დრო როცა არ გაქვს, არაფერს არ აფორმირებთ. თუ თქვენთან გძელი ზაფხულია და ყველა ვარიანტში მოასწრებს 4-5 ნაყოფი დამწიფებას, მე იმ ჭყინტების გამოყენების საშუალებაც გააქვთ. ხო, დაანებეთ თავი და თუ ადგილი ესე არ დენანებათ, მიუშვით და იყოს, მაგრამ როცა არის მოკლე ზაფხული, მოკლე თბილი პერიოდი და თქვენთან ყოველთვის გოგრა ვერ ასწრებს კარგად დამწიფებას, დამცველებას, ხო? მაშინ უნდა აფორმიროთ. ეხლა აქ მარტივი საჩვენებელია, ერთი ცენტრალური მოაქვს. და მოდი აი ამაზე გავარჩიოთ. ნახეთ, აი ამან ძირიდანვე წამოიღო 1 2 მესამე და მეოთხე. 4 ძირითადი ღერო. ჯერ ფაქტიურად ამას არაფერს არ უკეთებ, გარდა იმისა, რომ უნდა მოაცალოთ აი ძალიან დაზიანებული ფოთლები. გოგრისებთა ოჯახს ძალიან არ უყვარს ზედმეტად შეხება და უაზრო მისვლას ყოველთვის და რაღაც ჩარევას ჯობია დაანებოთ თავი. თავიდან სრულყვავილები ექნება რა თქმა უნდა ბევრი და მერე უკვე დაიწყებს გამონასკვას გოგრისას. ხო. უნდა დაელოდოთ. ზოგი დაინახავს აი ამ ხელა გოგრას. და მოისხა და ბევრი ასხია და ამდენი რა თუნდა და იწყებს უკვე მერე ფორმირებას და ზედმეტის შეჭრას. აი ეს კუს უჭამია. აი ხულიგან მე ნაყოფებს კუმიჭა. ხო, უნდა დაელოდოთ ისევე როგორც ადამიანის შემთხვევაში, რომ არ იშორებს ასე რომ ვთქვათ ამ ნაყოფს გოგრა, ინარჩუნებს და მერე დაიწყოთ მისი ფორმირება. თუ თქვენ გინდათ რომ გქონდეთ ხარისხიანი ნაყოფი გოგრის, დატოვეთ 4-5 ცალი, მაგრამ თქვენში თუ ისეთი ჰიბრიდი გაქვთ, რომელიც ისხამს 2 კილოგრამიანებს და იზრდება ძალიან, ანუ შეუზღუდავად და კარგად იტანს სიცივეს, მაშინ შეიძლება 10-15 ნაყოფიც დაუტოვოთ და მაშინ პრობლემა არ არის. ამ გოგრის შემთხვევაში, ხო, მე თითო ძირზე, აი 4 ხო აქვს, როგორც საზამთროს შემთხვევაში დაუტოვებ 1 გოგრას და დანარჩენ ნამხრევებს, აი ეს ნამხრევები, ყველას მოვაჭრი, როცა უკვე გარანტირებულად მექნება ის, რომ ის ნაყოფები არის უკვე შენარჩუნებული და იმას აღარ მოიშორებს. ეხლა ჯერ არ უნდა მომეჭრა, უბრალოდ გაჩვენეთ რა. ხო, ასე რომ ჯერ ველოდებით, დაველოდები გოგრებს, სად გაიკეთებს და როგორ გაიკეთებს. მერე თუ უკვე გაიკეთა ეს გოგრები, ცენტრალურ ღეროს ბოლო გოგრიდან 4-5 ყვავილის შემდეგ წავაჭრით თავს და დანარჩენ ყველა ნამხრევებს უკვე ვაცილებთ რა. თუ გაქვთ ამის დრო, რომ მთელი ძალა გოგრას აქვს უაზრო ვეგეტაცია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იტოტება, მიდის და ძალიან დიდ ძალას ხარჯავს ამაში. თუ თქვენ ახლა იმ ხელაკვებას აძლევთ, რომ ისიც ვეგეტაციურ მასასაც მოიმატებს და აი გოგრასაც ჩამოაყალიბებს და რაღაც იდეალურ კლიმატურ ზონაში ხართ, მაშინ დაანებეთ თავი და თვითონ მიხედავს თავის თავს რა. მე ზოგადად არ მიყვარს სულ თოფინი ისეთ რაღაცებზე, რაც მაინც მომცემს მოსავალს რა. ხო. აი ეს არის მეგობრებო, ბევრი არაფერი ახლა ჩაგვიწერეთ ფორმირება. ამ ეტაპზე არაფერი არ უნდა რა, უნდა გაიზარდოს, უნდა მოუვაროთ და კვება მიცეთ, ან თავიდანვე ორმოში კარგად ჩააყოლოთ კომპოსტი და ეს ნაკელი და ეგეთ რაღაცები არ გამაგონოთ ორმოში. ხო და აი მერე როცა გაიკეთებს გოგრებს, მერე მიხედოთ რა. აი აქეთაც ახლა ვნახოთ ერთი რა ხდება. ხო, ამ ყვავილებს რაც შეეხება, ხო, ამ ყვავილებს მე მივირთმევ, მაგრამ გოგრის არ არის იმდენად გემრიელი, მე მივირთმევ ყავაყის ყვავილებს, რომელიც არის დახურული. ხო და იმებს ვაგროვებ ხოლმე და გაჩვენებთ ახლა როგორებს და ვიდეოც მაქვს მაგით კერძის
მომზადებაზე. აი ხა გადაყვავილებული, ეს ჩემთვის არის საჭმელი. ხო. აი ყვავილებს ესე მოვკრეფავ. აი ესე. და ამისგან ვამზადებ კერძს. ესე ხა წავიღო და სახში დღეს მომამზადო. ხო, სხვას ჯერ ვერაფერს ჩაგიწერთ გოგრის ფორმირებაზე და ისედაც დიდად გადაყოლა ეხა მე გოგრაზე არ მიყვარს რა. მიხედავს თავის თავს. იქეთა გოგრები რა შვება არ ვიცი. მალე ტყემალი მექნება გასაკეთებელი ჩემი წითელი დროშა უგემრიელესი. ხო, ყაბაყებზე ეს ყვავილებია შეაცალეთ, მაინც ჯერ არ ჭირდება არაფერში და პრობლემა არ არის თუ შეაცლეთ და ამ ყვავილებით მიიღებთ ძალიან ბევრ ვიტამინებს. აი ასე. კვერცხს ავთქვიფავ უბრალოდ. აი ნახეთ როგორ ასხია რამდენი ყაბაყები ასხია. კვერცხს ავთქვიფავ. ამას ამოვავლებ შიგნით. 2-3 წუთის განმავლობაში შევბრაწავ და ეგ არის. ყაბაყებს კი ასხია უკვე. ყაბაყი მექნება იმდენი რომ არ ვიცი ვისაც ჩვილები ყავთ და უსასუქო გინდათ მოვძანით. ხო, ესეც გოგრა არის, ყაბაყი არ გეგონოთ, ეს უყურნ ესე გრძელ გოგრებს ისხამს რა. არ ვეხები ჯერ რა. ზოგადად ამათვის არც მცალია. არიან თავისთვის. აი იქ უკვე გამოტანილია გოგრები, ამასაც 3 ძირითადი ღერო აქვს გამოტანილი დედა ღერო. ძირიდან ვერაც მოდის და აი ესე დაუტოვებ 3-ვეს და ზედმეტ ნამხრევებს მე მოვაშორებ ხოლმე. ზოგადად იმ ნამხრევების დატოვებაც შეიძლება თუ შუქისთვის კონკურენცია არ უწევთ, აი ნამხრევია ეს უკვე რა. ეს მოსაშორებელია. ხო. აბა, კარგად იყავით მეგობრებო. ბევრ გოგრების დიდ მოსავალს გისურვებთ. და ყაბაყებზე შეგიძლიათ შემომიაროთ ხოლმე. იმდენი იქნება რომ ვატყობ. ეხლა აი ამ წუთასაც კი ყველა ყაბაყს რო დავუარო. ეს პატარა ნაყოფები აქვს უკვე ძალიან ბევრი. ცრუყვავილებს იკეთებს. ეს ცრუყვავილები საჭმელია. ვიტამინები გაძეძგილია ვიტამინებით ეს ყველაფერი. მოდი კიდე მოვკრიფავ, ამასაც მომაშორებ. ამას როგორი ყვავილებია გაყოფილი. ასე რომ ბევრი რაღაცის ჭამა შეიძლება. რა ვიცი, იმედია დაგეხმარეთ რაღაცით გოგრებთან დაკავშირებით. ფაქტიურად იგივე არის გოგრის ფორმირება, რაც საზამთროსი. საზამთროზე დაგიწერეთ უკვე. ჩაგიწერეთ ვიდეო, დღეს გავაზიარებ და უბრალოდ ამ ვიდეომდე გავაზიარებ და მე გავაზიარებ ამ ვიდეოს. ეს ცუკინი ყაბაყის ერთ-ერთი სახეობა. ჩემთან გადასარევთ არიან თავისთვის მათ ცხოვრებაში მე არ ვერევი. აქტიურად აი ხა ამ ყვავილებს ვაცლი ხოლმე და მივირთვე, სხვა არაფერი. აბა კარგად იყავით. კარგი სეზონი გქონდეთ ყველას, კარგი მოსავალი და 26-ში აქ ველოდები სტუმრებს პურის ხობის მასტერკლასზე და მე გაგიზიარებთ ვიდეოს.